იმიტომ ვიძახი რომ ეს არ იყო გამიზნული მარტო ჩემს მიმართ და ვიღაც 3-4 ადამიანის მიმართ. ამაში ჩაითრიეს ძალიან დიდი ნაწილი გამოცდილი პროფესიონალებისა სპეციალურად პოლიტიკოსებმა, იმ პოლიტიკოსებმა, ვინც ფარველობს და ლობირებს დღეს დასაწყისში, მაგრამ არანაირი სურვილი არ მაქვს. ბატონო ირაკლი, თქვენ დაგასრულებინოთ ახლა ის დემაგოგია, რომელსაც თქვენ ახორციელებთ. არა, რა შეიძლება თქვენ ახლა დემაგოგობთ ისე? შეიძლება ეგრე ილაპარაკეთ ცოტა სხვაგან თქვენ რა და მაცადეთ თუ შეიძლება ლაპარაკეთ. არა, რა უნდა გაცადოთ? თქვენ გვაინტერესებს კონკრეტული კითხვები, თქვენ ბრძანეთ რომ ღებულობდით სპეცოპერაციის დაგეგმაში მონაწილეობას. თქვენ გაინტერესებს სასამართლოში ვისი ბრძანებით იყო სპეცნაზი გამოყვანილი და ვისი ბრძანებით ღებულობდა სპეცნაზი ამ სპეცოპერაციაში მონაწილეობას? მე ვერ გავიგე, თქვენ აქ დაკითხვაზე ყავართ, თქვენ საერთოდ ვიმბრძანდებით. არა, თქვენ ხომ არ გონიათ ახლა ისევ თქვენს მიერ შექმნილ პოლიციაში ბრძანდებით და პოლიციის უფროსი ხართ და მე დაკითხვაზე ვარ? თქვენ უნდა გასცეთ ამ კითხვებს პასუხები, ვინაიდან ამდენი წლის განმავლობაში. ბატონო ირაკლი, ძალიან დიდი ბოდიში, მაგრამ ძალიან გთხოვთ, იქნებ გაგვცეთ პასუხი, ბატონი იური ვაზაგაშვილი ისე წავიდა იმ ქვეყნად, რომ მან ვერ მიიღო ეს პასუხები. ამ ადვოკატ წარმოუდგენი არის, რომ ის არის პროკურატურის გამომძიებელი და აქ დაკითხვას ითხოვს ჩემსას და მე ამ კითხვებზე სათანადო პასუხებს პროკურატურაში გავცებ. მე იმ მიზეზებზე ვსაუბრობ და იმ მიზეზებზე თქვენ პოლიტიკურ ჭრილში ნუ გადაგყავთ, უბრალოდ და პოლიტიკურ შეფასებებს უაკეთებთ. პოლიტიკურ ჭრილში გყავთ გადაყვანილი 8 წელიწადზე მეტი არის ეს ყველაფერი. ერთი კადრი მაინც მოიტანეთ, სადმე ან მე ან თქვენ მიერ ჩამოთვლილი პოლიციელები იარაღს რო ისვრის ან ვინმეს რო კლავს, ეს უაპელაციოდ ამის ეთნაზი ვისი ბრძანებით მონაწილეობენ პასუხი და შემდეგ უკვე სხვა თემებზე, სხვა ნაწილზე გადავართ. თქვენ ვიმბრძანდებით, რომ მე მაკითხვებზე თქვენ პასუხი გაგცეთ. საზოგადოებას აქვს ეს კითხვები, ბატონო ირაკლი და თქვენ ძალიან კარგად იცით, ეს კითხვები ქონდა ბატონ იური ვაზაგაშვილს და საზოგადოებას თქვენთანაც ბევრი კითხვები აქვს, ეხლა დავიწყო ამ კითხვების დასმა. ნამდვილად უნდა დაიწყოთ ამ კითხვების დასმა, თქვენ მიჩვეული ხართ კითხვების დასმას და მიჩვეული ხართ ცილის წამებას. ბატონ იური ვაზაგაშვილს დიახ თქვენმა და თქვენმა განცხადებებმა გაუხეთქა გული. ვარ, ცილის წამებლები ხართ თქვენს უყველა აბსოლუტურად. აი თქვენ ხართ დემაგოგი, თქვენ მიჩვეული ხართ აი ამ თავდასხმებს. იქნებ გაგცეთ პასუხი სპეცოპერაციაში ვინისი ბრძანებით ღებულობდა სპეცრაზმი მონაწილეობას. ის ვაზაგაშვილების ოჯახის ადვოკატის კითხვა და მე როგორც ჟურნალისტი ამ შემთხვევაში მოგმართავს თქვენ თუ გაქვთ იმის საშუალება რომ გაგცეთ პასუხი, როდესაც 2006 წელს 2 მაისს ჩატარდა სპეცოპერაცია ვინ იყო ამ სპეცოპერაციის დამგეგმავი? მე გაგეცით, მე მგონი მაგაზე პასუხი, ხო? კიდევ ერთხელ შეგიძლიათ დაგუსტოთ. გამიმეოროთ ეს კითხვა. თქვენ არ გაინტერესებთ რა მდგომარეობაა დღეს, რატომ წარმოიშვა ეს კითხვები? დღეს ამ დღეებში მოყოლებული ყველა პარლამენტის წევრი, უმრავლესობის იქ პარლამენტის თავმჯდომარე, პროკურორის მოადგილე იძახის ზურაბ ვაზაგაშვილის მკვლელობის საქმეს. ბუნებაში არ არსებობს ეს სისხლის სამართლის საქმე ზურაბ ვაზაგაშვილის მკვლელობის. საქართველოში არსებობს ბექა პაპუაშვილის მკვლელობის საქმე, არსებობს გიორგი გაბუნიას მკვლელობის საქმე, რომელზეც დაკავებული იყო ზურაბ ვაზაგაშვილი 2002 წელს და ბატონო ირაკლი ძალიან დიდი ბოდიში, მაგრამ თქვენ არც მორალური უფლება არ გაქვთ ახლა ამ საკითხებზე შეიძლება ამ ხვილების ტირაჟირებას თავი დაანებეთ და დასმულ კითხვებს გაეცით პასუხი. სამოქალაქო საზოგადოებას, დიახ პარლამენტის წევრებს და პარლამენტის თავმჯდომარეს აინტერესებს თქვენ რა დოზით იყავით ჩართული, თუ კი მართალი ხართ მიბრძანებული ყავით ამ 8 წლის განმავლობაში ბატონ იურისთან და დალაპარაკებოდით, ხო? ვინ მელაპარაკება ახლა საერთოდ ვერ ხედავ მე ვერ ვინ მელაპარაკება? არც არის საჭირო დაინახოთ ვინ გელაპარაკება. ბატონო ირაკლი, ეს არის ვაზაგაშვილების ოჯახის ადვოკატის მიერ თქვენს მიმართ დასმული კითხვა და მე გეკითხებით აქვე, როდესაც იური ვაზაგაშვილი არა მაქვს ამ ქალბატონის მე არანაირი სულვილი არა მაქვს ამ ქალბატონის კითხვებზე აქ გავცე პასუხი. კარგი ბატონო ირაკლი, მაშინ მე გეკითხებით, როდესაც საუბარია იმაზე, რომ შესაძლოა საზოგადოების წარმომადგენელი წამყვანი ბრძანდებით, ჟურნალისტი და კეთილინებეთ თქვენ დამისვით მე კითხვები. ბატონო ირაკლი, მე გეკითხებით, არ უმყოფები და არც ქალბატონის ბრძანდება პროკურორი, ეს ქალბატონი არის ფულით დაქირავებული ოჯახის ადვოკატი. ბატონო ირაკლი, თუ არ იცი შევახსენებ.
ბატონო ირაკლი, თუ შეიძლება ჯერ ერთ კითხვას გავცეთ პასუხი, იმ შემთხვევაში თუ კი საქმის კვალიფიკაცია შეიცვლება, დღეს პრემიერ-მინისტრი, მთავრობის მაღალჩინოსნები ამბობდნენ, რომ არსებობს გარემოება, არსებობს მოწმე, რომელიც დღეს ბიძნევარიშვილმა განაცხადა, რომ არის უკრაინაში, აბსოლუტურად ცვლის იმ რეალობას, რომელიც ამ დრომდე იყო ამ საქმესთან დაკავშირებით. მაშინ რა პასუხი გაქვთ თქვენ, თუ კი დღეს ამბობთ, რომ კვალიფიკაცია პრაქტიკულად არ არსებობს მკვლელობის. იური ვაზაგაშვილმაც გარდაცვალებამდე ერთი კვირით ადრე ფოტოები გამოაქვეყნა და საუბარი იყო იმ შემთხვევაში, რომ საკონტროლო გასროლით იყო გარდაცვლილი მისი შვილი. თქვენ დარწმუნებული ხართ, რომ კვალიფიკაცია არ შეიცვლება? ხო, მადლობთ, რომ ხელში აიღეთ სიტუაცია და თქვენ მისვავთ კითხვებს. მე მინდა ამასთან დაკავშირებით განვაცხადო, რომ ადვოკატებმაც განაცხადეს რაღაც ინფორმაციები იზжоნება რაღაც მოწმეებზე. იქ მეორე არხის ჟურნალისტები იყვნენ მოსულები, რომ კითხეს, საიდანაა გაქვთ ეს ინფორმაცია. მათ ამით დასტურეს, რომ მათ საქმის მასალები ნახეს და გაეცნენ.